მოგესალმებით, სანამ 35 შესყიდვაზე გადავალთ, თქვენთვის რამოდენიმე სიახლე მაქვს. პირველი და ალბათ თქვენთვის ყველაზე საინტერესო სიახლე არის ის, რომ ბიტკოინის გარდა სხვადასხვა პროექტების მიმოხილვას მაქსიმალურად ობიექტურად შემოგთავაზებთ, დადებითი და უარყოფითი მხარეები და მე როგორ ხედავ ამა თუ იმ პროექტის განვითარებას მომავალში. აქ ცოტათი სუბიექტურობას ვერ ავწდები, მაგრამ შევეცდები მაქსიმალურად დასაბუთებული იყოს ის, რასაც ვიტყვი. ბევრი მოთხოვნა წამოვიდა სხვადასხვა პროექტის შესახებ, ჩემი აზრით დამიფიქსირებინა. Ripple XRP არის შემდეგი და დაპირებული ვარ ორ მომხმარებელზე, რომ ხვალ აუცილებლად დავდებ ამ ვიდეოს. დღეს ვერ მოვასწარი, ვერ მოვახერხე, გვიან დაუბრუნდი და მაგის გამო გადამედო. და მეორე სიახლე არის ის, რომ ალბათ ნახავდით, თან ვისაც არ გინახავთ, მომიწევს არა, მნიშვნელოვანია რომ დავდო 3 ვიდეო შესყიდვის ინგლისურ ენაზე. თუ არ გინახავთ ის ვიდეო, თხოვნა იქნება გადახვიდეთ და ნახოთ და შინაარსიდან გამომდინარე მიხვდებით თუ რატომ ვდებ ამ ვიდეოს და რატომ არის მნიშვნელოვანი ჩემი პროექტის განვითარებისთვის. და მესამე სიახლე ალბათ გაიგებდით 8 მიძინებული საფულიდან, რომლის შევსებაც 2011 წელს განხორციელდა და შეისყიდეს ბიტკოინი 78 ცენტად დაახლოებით, გადაადგილდა ამ საფულიდან ბიტკოინი სხვა მისამართზე და დაახლოებით ეს 8 მილიარდი ოდენობის ბიტკოინზეა საუბარი და თუ გაინტერესებთ კონსპირაციის თეორიები, რადგანაც ჯერ არ ვიცით ზუსტი ისტორია თუ რა მოხდა, რატომ ქონდა ამ ადამიანს ამდენი წელი უბრალოდ გაყინული ბიტკოინი ერთ საფულეზე, დამიწერეთ თუ გაინტერესებთ და შემოგთავაზოთ ყველა იმ ვარიანტს, რაც შეიძლება მომხდარიყო და ცოტა გავერთოთ მაგ კუთხითაც. და მეოთხე სიახლე ბონუსად ახლა ვამუღამებ ამ მიკროფონის გამოყენებას და შევეცდები შემდეგში გასვლითი ვიდეოებით შემოგთავაზოთ. ახლა კი წავედით 35 შესყიდვა. დღეს 5 ივლისია, 35 დღე რაც ყოველდღიურად ყიდულობთ 5-10 $-ის ბიტკოინს. დღევანდელი დღეც არ იქნება გამონაკლისი და შესყიდვას ვახორციელებ BitUnex-ის პლატფორმაზე, რომელიც გლობალური crypto exchange პლატფორმაა, სადაც ივაჭრება ბიტკოინის გარდა ბევრი სხვა კოინი, დაახლოებით 500-მდე, უფრო მეტიც. ბიტკოინის ფასი $108,000-მდეა და შევისყიდოთ და ყველაზე მთავარი, არ დაგავიწყდეთ market order-ზე გადართვა შესყიდვის მომენტში. რადგანაც მაშინვე განხორციელდა შესყიდვა და ასე ვთქვათ, ლოდინი არ მოგიწევთ. მოდი განვახორციელოთ შესყიდვა. და ეგა, შესყიდვა განხორციელდა. აი აქ გადავამოწმოთ შესყიდვის ისტორიას სტანდარტულად და ეგ არის. იმედი მაქვს მოგეწონათ დღევანდელი სიახლეები, დამიწერეთ თქვენ რომელი კოინის განხილვას მოისმენთ და გაინტერესებთ და დავგეგმოთ ეს თვე და გავყვეთ თანმიმდევრობით